ახალი რეგულაციები რძის სექტორში რძისა და რძის ნაწარმზე დამატებითი ეტიკეტირების შემოღება იგეგმება ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში შედის და ითვალისწინებს რძის ნაწარმისა და შემცველი პროდუქტების უფრო მკაფიოდ მონიშვნას, რაც მიზნად ისახავს მომხმარებლის უკეთ ინფორმირებულობას და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. რა შეცვლის ეს რეგულაცია როგორც მწარმოებლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის და ზოგადად რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს რძის სექტორი, თემაზე ვრცლად რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელთა კახა კონიაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემის სტუმრობისთვის. რა თავდაპირველად აზრი მინდა გითხოთ ამ რეგულაციების შესახებ, რას ცვლის ის ბაზრისთვის, ბაზრის მოთამაშეებისთვის, რა შეცვლის ის მომხმარებლებისთვის მისი ამოქმედების შემთხვევაში და შეიძლება თუ არა ამან გარკვეულწილად იმოქმედოს პროდუქციის ღირებულებაზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისათვის. მე მინდა ზოგადად მომხმარებელს და მაყურებელს შევახსენო, რომ რძის პროდუქტები ეს ის პროდუქტია, რომელიც პირველად იმოხმარებისაა და ძალიან სენსიტიურია ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოში ფიქრობთ იმაზე, რომ როგორ გაიაფთეს პროდუქცია და როგორ მივიღოთ უფრო ხელსაყრელი ფასები მომხმარებლისათვის. ჩვენი ასოციაცია ყოველთვის მომხრე იყო და დღესაც მომხრეა ნებისმიერი კარგი ინიციატივისათვის, რომელიც საბოლოო ჯამში მომხმარებლის ინტერესებს მოემსახურება. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც რძის რეგლამენტში გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო ინიციატივაა იმის თვალსაზრისით, რომ მომხმარებელი უფრო მეტად გათვითცნობიერებული გახდეს ამა თუ იმ შემადგენელზე, რძის პროდუქტის შემადგენელზე. ამიტომ ჩვენ მიწვეული ვიყავით სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც ეს ინიციატივა გაჟღერდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ცვლილების პროექტია და ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ ვიმუშავებთ ამ საკითხზე ერთობლივად. განვიხილავთ ამ საკითხზე, რადგანაც თუნდაც იმ შეხვედრაზე წამოიჭრა მთელი რიგი საკითხები, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავს საბოლოო ჯამში, ამიტომ ეს საკითხი მოგვარებული უნდა იყოს. მაგალითად რა რისკებზეა საუბარი და სანამ რისკებზე ვისაუბრეთ, მომხმარებელი, რადგან ინფორმირებულობა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მით უმეტეს საქმე რძის პროდუქტებს, როდესაც ეხება რა ტიპის ინფორმაციის დატანის თუ მიწოდების ვალდებულება უჩნდებათ მწარმოებლებს მომხმარებლისთვის და დღეს რა არის დაშვებული და რა არ არის დაშვებული. ნახეთ როგორ არის 2020 წელს ისედაც მიღებული იყო ცვლილება, რომელიც შევიდა თავის დროზე დადგენილებაში, რომ აუცილებლად პროდუქტი, რომელიც ნედლი რძისგან იქნებოდა დატანილი, მკაფიოდ გამოხატულიყო შეფუთვაზე, რომ მომხმარებელს ცოდნოდა, რომ ეს ნედლი რძით არის დამზადებული, რძის ფხვნილის გამოყენებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ინფორმაციის დატანის ვალდებულება ისედაც არსებობს ქვეყანაში. ახლა საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოდი ამას ფერები მივანიჭოთ პიქტოგრამის მეშვეობით, თქვათ, რაღაც ფერი იყოს ნედლი რძით დამზადებული, რაღაც ფერი იყოს ნედლი რძით და კარაქის გამოყენებით, რაღაცა ფერი იყოს, თქვათ, ნედლი რძის და რძის მცენარეული ცხიმის გამოყენებით, რომ მომხმარებელი ფერების მიხედვით აღიქვამდეს უკვე და აღარ ჭირდებოდეს აუცილებლად. ამიტომ წარწერა ძალიან წვრილი შრიფტით არის და შესაბამისად ეს ერთი მხრივ მომხმარებლისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ყოველგვარ მაშინ რა რისკები შეიცავს. ერთი ის რომ ნახეთ ყოველთვის, როდესაც ეტიკეტის ცვლილებაზე მიდის საუბარი, ეს ყოველთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, მწარმოებელს წინასწარ დაახლოებით 1 წლის მარაგები აქვს შეფუთვის შეძენილი, რომელსაც ვთქვათ გახარჯვა მას 1 წლის განმავლობაში აქვს განსაზღვრული. ამიტომ სიტყვაზე აი დადგენილებაში როგორც არის მითითებული, შეიძლება ეს მაისიდან ამოქმედდეს ეს რეგულაცია, უკვე 2 თვეში მოუწევთ მათ, რომ ეს ყველაფერი შეცვალა. ამიტომ ძალიან დიდი ზარალი იქნება ეს მათთვის, მოუწევთ ძველი შეფუთვის უგულებელყოფა, ახალი შეძენა, რაც კიდევ დამატებით დროს მოითხოვს, დაახლოებით 2 თვე არის საჭირო, რომ ეს ახალი შეფუთვა შემოვიდეს. ამიტომ დამატებითი ხარჯები ყოველთვის აისახება თვითღირებულებაში და საბოლოო პროდუქციის ღირებულებაზე. ამიტომ მომხმარებელი, რა თქმა უნდა, შეიძლება მიიღოს სამეთი უფრო ძვირი პროდუქცია. ეს ერთი. რამდენით აძვირებს, ასე ვიკითხავ, რამდენით შეიძლება გააძვიროს დაახლოებით აი ამ ნორმების შემოღება? აი ეს ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ ყველაფერი რაოდენობიდან არის გამომდინარე. ეს არ იქნება ძალიან დიდი ცვლილება, მაგრამ
აქ კიდევ სხვა ნიუანსებია თამდევი, რომელიც ასევე გასათვალისწინებელია. აი საერთაშორისო პრაქტიკა როგორია მაშინ ამ ნაწილში, იმიტომ რომ ჩემთვისაც მე რძის პროდუქტების ხშირი მომხმარებელი რო ვარ და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გონია რომ ბაზარზე არსებული მეტნაკლებად პროდუქციას ვერ ყვევი, ყოველთვის როდესაც მაგალითად იგივე თუნდაც გამოშვების თარიღი მაინტერესებს, იმდენად ცუდი შრიფტით არის, ან იმდენად არ ჩანს, რომ ეს გარკვეულწილად სულ პრობლემაა ხოლმე. ანუ შესაბამისად, აი ამ მიმართულებით რეალურად მე მესმის, რომ ბიზნესისთვის ეს არის დამატებითი ხარჯი, მაგრამ მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით რაღაცა ნაბიჯები მაინც ხო არის გადასადგმელი, რომელიც მინიმუმ აი ამ არსებულ გამოწვევების წინაშე არ დაგვაყენებს, რომ ყველაფერს რო თავი დავენებოთ, თარიღის დაზუსტებაც კი რთულია ხოლმე, ხან ეტიკეტზე შეუძლებელია, რომ ეხლა ამაში არ ჯობია რომ არავინ შემომეკამათოს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ყიდულ ამ პროდუქტს და რეალურად ამას საკუთარი თვალით ხედავ, ხო? რა თქმა უნდა, გეთახმებით, მაგრამ ყველა ის წარწერა, რომელიც შეფუთვაზეა განთავსებული, ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომა. ამიტომ ვკითხავ, რადგან კანონით არის, ხო არ არის საჭირო ამის შეცვლა რეალურად? რა თქმა უნდა, ეს სამჯერადო საკითხია, იმიტომ რომ მე ისე როგორც თქვენ დაინტერესებული ვარ ყოველთვის პროდუქტს, როდესაც ვყიდულობ, მე ვიცოდე რა აწერია და რა არის შემადგენელი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ასეთ სურვილი, რომ უმეტესობამ ეს წაიკითხოს და იცოდეს, რომ ეს ასეა რაღაცა. მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ იმ საკითხს, რომელიც შემადგენელს ეხება და საბოლოო ფაზზე რაც მოქმედებს. ნახეთ, ეს დიფერენციაცია, როდესაც ესეთი ცვლილება ხდება, ყოველთვის უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება იმაზე, რომ მოდი აი ეხლა რომ ეს დიფერენცირებულია, ნედლ ზეზე ხომ არ გაიზრდება ქვეყანაში მოთხოვნა და ეს ნამდვილად გაზრდის და კარგია ამ თვალსაზრისით, რომ ის უნდა გაიზარდოს ნედლ ზეზე მოთხოვნა, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვაქვს მის ისე რა ქვია ამბიცია, რომ ჩვენ ქვეყანაში ნედლ ზეზე დამზადებული პროდუქტი გქონდეს სულ, ეს რა თქმა უნდა უნდა გაიზარდოს. მაგრამ იმ ფონზე, როცა ქვეყანა არის დეფიციტური, დაახლოებით 30%-მდე დეფიციტური ვართ ჩვენ რძის ნედლეულში, ხო? და ეს არის საერთოდ რძის მოხმარებაზე მაქვს საუბარი, მაგრამ წარმოებაზე უпроსოდ, მაგრამ როდესაც ინდუსტრიულ რძეზე არის საუბარი, რომელსაც აი ეს გადამამუშავებელი ქარხნები მოიხმარენ. აქ კიდევ უფრო სავალალო გვაქვს მდგომარეობა, იმიტომ რომ ძალიან მცირე პროცენტს აკმაყოფილებს ეს წარმოებისას, იმიტომ რომ დანარჩენი რძე, რომელიც ქვეყანაში მოიპოვება, არ არის სამწუხაროდ იმ ხარისხის და იმ მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და შესაბამისად ქარხნები მათ ვერ ყიდულობენ. ამიტომ ეს გამოიწვევს ბაზარზე არსებული მოთხოვნის ზრდას და კიდევ უფრო გაიზრდება ნედლი რძის ფასი. ისედაც ძალიან მაღალია, ეხლა თქვენ რომ მიხვიდეთ რომელიმე ფერმაში და რძის შეწყვეტა მოგინდეთ, ეს ერთი ვერ იშოვით და მეორეც ერთი თუ მოყიდიან დაახლოებით 2 და 40 ლარი შეიძლება იყოს მისი ფასი, რაც საშუალოდ 80 ევროცენტია, რაც წარმოუდგენლად დიდი ფასია, რაც საბოლოო პროდუქციაზე აუცილებლად ზეგავლენია. გეთახმებით, რომ დავუშვათ ეს დეფიციტის ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ალბათ თუ ვინმეს აწუხებს ეს თემა, გაწუხებთ თქვენ, იმიტომ რომ რეალურად ამ პროდუქციის შემსყიდველები ხართ, მაგრამ როგორ დავაბალანსოთ მაშინ, როგორ მოხდეს და ერთგვარი ბალანსი, რომ თან მომხმარებელიც იყოს ინფორმირებული, ხარისხთან დაკავშირებით მას არ ქონდეს რაიმე ტიპის პრეტენზია და პარალელურად კერძო სექტორიც არ ვაზარალოთ. აი, როდესაც იყო შეხვედრა ამ ნაწილზე თუ იყო საუბარი და გამოსავალი. რა თქმა უნდა, იყო. იქ ნახეთ, შემოთავაზებული იყო ფერებიც რა, თქვათ, იყო წითელი, ყვითელი, მწვანე, თქვათ, ნედლი რძე, მწვანე და ეს ფერები საიდან მოვიდა? საერთაშორისო გამოცდილებაა თუ? არ არის, არსად არ არის მსგავსი გამოცდილება, ასე არავინ არ აღნიშნავს არსად ესეთ პროდუქციას და ჩვენ მქონდა იმაზე საუბარი, ნახეთ, როდესაც წითელ ფერზე ხა წითელი ფერი ბევრს გვიყვარს, მაგრამ როდესაც რაღაცაზე წითელი ფერია შუქნიშანებით შეიძლება ის იყოს ფსიქოლოგიურად ადამიანს ძალიან უარყოფითად აისახება, ამიტომ ის ცდილობს, რომ ეს პროდუქტი აღარ შეიძინოს. აღარც კითხულობს, წარწერა რა აქვს, იცით, რომ აი გონია, რომ ეს უკვე მავნია. ამ დროს ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც შემადგენელია სურსათის უნელობის თვალსაზრისით და ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აბსოლუტურად უვნებელია. ის არჩევანი არის უბრალოდ, თქვენ შეგიძლიათ ესეც იყიდოთ, ისიც იყიდოთ, ესეც იყიდოთ, რისი შესაძლებლობაც აქვს ამ შემთხვევაში მომხმარებელს, ხო? ამიტომ ამაზეც სამსჯელო არის. ნუ კიდევ ერთხელ ვიძახი, ინიციატივა თვითონ ის, რომ მომხმარებელი მეტად იყოს ინფორმირებული, პირიქით ამას ჩვენ მივესალმებთ. მაგრამ ნაბიჯები ისე უნდა იყოს მოფიქრებული, რომ ამან არ დააზიანოს არც ერთი მხარე და არც მეორე მხარე. კი ბატონო, გეთახმებით. შემდეგი შეხვედრა როდისთვის არის დაგეგმილი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება როდისთვის იგეგმება, რომ ჩვენ ვიმეორებთ, ძალიან მალე იქნება უახლოესი შეხვედრა. ჩვენ აი დღეს ხვალ ჩვენ წერილთაც მივმართავთ კიდევ ერთხელ ეს პროცესი დაჩქარდეს, რომ ჩვენ სამუშაო ჯგუფი სწრაფად შევქმნათ, იმიტომ რომ ministris მოადგილემ გააჩქარა აუცილებლად ეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ძალიან ასე თქვა სწრაფ და კარგ რეჟიმში იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მოგვარდება და ყველასთვის ასე თქვა მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთლიანობაში ეს სექტორი დღეს რა მდგომარეობაშია და რა ძირითადი გამოწვევების წინაშე ხართ?
ისეთი, რომელთა გადაჭრაც შესაძლოა იყოს ძალიან სასწრაფო და ამაზე თუ გაქვთ შესაბამის ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასაუბროდ თუ არიან ისინი მზად ამისთვის, რომ აი ეს პრობლემები, რომ მათ შორის იგივე დეფიციტის ნაწილიც, რომელიც ძალიან მწვავედ დგას ბოლო წლებში, რომ იყოს მაქსიმალურად აღმოფხვილი. რა მთავარი გამოწვევებია სექტორში? მთავარი გამოწვევა არის ნედლი ხარისხიანი რძის არსებობა ქვეყანაში. ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები და ისეთი სისტემა უნდა შევიმუშაოთ გრძელვადიანი განვითარებით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ გავხდეთ თვითკმარები ნედლი რძის თვალსაზრისით. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ რაც არ უნდა რეგულაციები შემოვიღოთ ჩვენ, რაც არ უნდა ასე ვთქვათ კარგი, ასე ვთქვათ კანონმდებლობა გქონდეს, ჩვენ თუ საკუთარი წარმოების ნედლი რძე და ფერმერი არ ყავდა, რომელიც ამ რძეს აწარმოებს, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული, ეს ყოველთვის დისბალანსს შექმნის, ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა და ცოდნა, რომელიც აქ უნდა დაინერგოს. ამიტომ აი ამ ერთიანი ჭრილში ჩვენ უნდა დავსდეთ, ვიმუშაოთ და გადაწყვეტის მექანიზმები უნდა მოვიფიქროთ. სანაშენე მეურნეობები იგივე, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ აქვე საქართველოში იქნეს წარმოებული სანაშენე პირუტყვი და ჩვენ აღარ დაგვჭირდეს საზღვარგარეთთან ძვირად მისი შემოყვანა. ამიტომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ის პროგრამები, რომელსაც ვთქვათ იგივე სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ასრულებს, ხო? და აკეთებდა ეს პროექტები, შეიძლება რომ აი ამ თვალსაზრისით იყოს მოდერნიზირებული, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ რძე და რძის პროდუქტები ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, რომელიც სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის უნდა იყოს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს, რადგან თქვენთან ახსენეთ ამ თავისუფლებას მივიცემ ეს ნაწილის ვიკითხო, ფასების საკითხი ერთ-ერთი თუ რამეზე ალბათ საჭიროა ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება რძის პროდუქტები, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქცია, სწორედ ამის გათვალისწინებითაც ვკითხულობ, რა არის მთავარი ხელშემშლელი დღეს მწარმოებლებისთვის, მათ შორის მარკეტებთან ურთიერთობის კუთხით და იმაში, რომ ფასებმა მეტნაკლებად დაიწყო შემცირება რძის პროდუქტებზე, მაქვს ბუნებრივი საუბარი და დღეს ბალანსი აი მაყურებლისთვის თვალსაჩინო რო იყოს, რამდენი პროცენტით ძვირდება მარკეტში შესული პროდუქტი თვით იმ პროდუქტის ღირებულებას, რომელსაც დაუშვათ რომელადაც თქვენ აწვდით ამ შემთხვევაში კონკრეტულ რიტეილერს. ნახეთ, მე დაუბრუნდები ისევ საწყის, ჩვენ თუ გინდა რომ ფასების ბალანსი და კონკურენტული და მოხმარებლისთვის მისაღები ფასები გქონდეს ბაზარზე, პირველ რიგში უნდა უზრუნველყოთ ნედლეული, იმიტომ რომ დეფიციტური ნედლეული ყოველთვის ძვირია და ის ყოველთვის აძვირებს პროდუქტს. ამიტომ აი ამ საკითხს თუ მოვაგვარებთ, ასევე თუ მოვაგვარებთ იმ საკითხს, რასაც ქვია სურსათის უმრავლობის კონტროლის სისტემის გაძლიერება მთელ ქვეყანაში, როდესაც უკონტროლო წარმოებაა ყველის და ეს რძე, რომელიც უკონტროლო რძე არის, მიედინება იმ მეყველეებში, რომელიც აი ამ უკონტროლო რძისგან უკონტროლო პროდუქტს აწარმოებენ საბოლოო ჯამში, ეს ვერ აძლევს დარგს განვითარების საშუალებას, რომ იმ კეთილსინდისივმა ფერმერმა გამსხვილება დაიწყოს და კონკურენტულ გარემოში შექმნას ისეთი ხარისხიანი და შესაბამისად იაფიანი პროდუქტი, რომელიც ფასზე იმოქმედებს და რაც შეეხება უკვე მარკეტებთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, ქსელებთან დაკავშირებულ ფასნამაც, ყველა პროდუქტიდან გამომდინარე განსხვავებულია, იმიტომ რომ ზოგზე მეტი ემატება, ზოგზე ნაკლები საერთო ჭრილში რა ვიყოთ, მაგრამ მთლიანობაში, არ ვიცი, რიგ შემთხვევაში ეს ფასნამატი შეიძლება 45% იყოს, რიგ შემთხვევაში 60, 70 და ამას ანუ იქ ეს ურთიერთობა რომ მეტნაკლებად დარეგულირდეს ფასების პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა არსებობს. ფასების რეგულირება ამ თვალსაზრისით შესაძლებელია, ჩემი პირადი მოსაზრება ეს. შეიძლება არსებობს კიდე ნიუანსები, რომლებიც იქ გარედან ასე არ ჩანს კაფიოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ფასნამატი, რაც საბოლოო ჯამში მიწოდებულ ფასსა და მე რეალიზებულ ფასს შორის არის, აი ამის დარეგულირება რაღაცნაირად ალბათ უნდა მოხდეს და რაც შეეხება კონტროლს, რა ტიპის პრობლემას ვაწყდებით სურსათის კონტროლის ახლა ყველის წარმოება, რადგან ახსენეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და რეალურად მომხმარებელს უჭირს ხოლმე გარჩევა, მაგალითად პირობითად ყველი რომელიც იყიდება ქუჩაში, ის არის თუ არა ხარისხიანია, უხარისხოა და შემდგომ ბევრი კითხვა არის ხოლმე ამ მიმართულებით. რეალურად ამ მიმართულებით რა სად გვაქვს სამუშაო, რომ სურსათის დავუშვათ ხარისხზე კონტროლი განსაკუთრებით რძის პროდუქტებზე კიდევ უფრო გავკაცრდეს. ნახეთ, ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ზოგადად სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან წლიდან წლამდე აუმჯობესებენ კონტროლის მექანიზმებს და თქვენ ინფორმაციებით რომ მოიძიოთ, ყოველ წელს იზრდება აღმოჩენილი იმ კომპანიებისა თუ მიწისქვეშა კომპანიებისა თქვათ რიცხვი, რომელზეც უკონტროლოდ აწარმოებენ ამ პროდუქტს. მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ არის საბოლოო ჯამში და თქვენც ახსენეთ, რომ აი ძალიან ხშირად
შეგიძლიათ გაიაროთ ნებისმიერ უბანში, ნებისმიერ ასე ვთქვათ, არა ქსელურ მაღაზიაში, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველი იქნება თუ რძის პროდუქტი, რომელსაც არავითარი ეტიკეტი არ გააჩნია, უბრალოდ ცელოფნებში არის შეფუთული და უბრალოდ იყიდება. ასევე ვთქვათ, ჰორეკას სფეროში, რესტორნებში, სასტუმროებში, თქვენ არც წარმოდგენაც არ გაქვთ, ვთქვათ, რომ რა ყველისგან არის დამზადებული ის ხაჭაპური თუ სხვა პროდუქტი, რომელსაც თქვენ იქ მივიდეს. ამიტომ აი ამ თვალსაზრისით ზოგჯერ საჭიროა რომ ბოლოდან დავიწყოთ, ანუ საბოლოო რეალიზაციის წერტილებიდან დავიწყოთ და იქიდან მოხდეს კონტროლი, იმიტომ რომ ძალიან რთულია მთელ საქართველოში გააკონტროლო ბაზარი, როდესაც რძის წარმოება მთელი ქვეყნის მასშტაბით არის. ამიტომ საბოლოო დანიშნულების წერტილებიდან კონტროლი და ასევე მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, რომ იქ სადაც შესაბამისი პირობები არ არსებობს, იქ არ უნდა იყიდოს რძის პროდუქტი, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში კახა კონიაშვილი საუბრობდა.